გამარჯობა, ეს არის განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ნინო ჯანგირაშვილის სიტყვა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სადღაც წავიკითხე მგონი მისი სოციალური ქსელის კედელზე. ნინო ჯანგირაშვილს ალბათ ყველა ვიცნობთ და ძალიან გვახალისებს. ვინც არ იცნობს, ნინო ჯანგირაშვილი არის ტელეკომპანია კავკასიის მთავარი ფეისის შეუცვლელი და მარადმუნდმივი დავით აკუბარდიას, რომელსაც ხალხმა სიყვარულით აკუ შეერქვა, მეუღლე. დიახ, მეცახელი ხალხის დიდ სიყვარულს ნიშნავს და ამაზე როგორმე სხვა დროს ვილაპარაკოთ. და აკუს მეუღლემ ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ გაიმარჯვე უკრაინა, მადლობა რომ ჩვენ მაგივრადაც იბრძვიო. აი ასე შეაგულიანა ნინო ჯანგირაშვილმა, არ შემეშინდება ამის თქმა, სრულიად საბრალო უკრაინა. ანუ მიდი უკრაინაო, განაგრძე ბრძოლა, გმადლობ რომ იბრძვი და რა კარგია რომ შენ იბრძვი და არა მე ნინო ჯანგირაშვილი. მეგობრებო, ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ უკრაინაზე არ ვიქილიკებ არასოდეს, რადგან ის რაც იქ ხდება, ეს უდიდესი ტრაგედიაა. და მე ხომ ზელენსკი არ ვარ სხვის ტრაგედიაზე ვიღლიცინო, თანაც საზიზღრად. ამიტომ უკრაინაზე რამეს თუ ვიტყვი სერიოზულად და სიტყვების ფრთხილი არჩევით, რათა შევინარჩუნო ჩემი ღირსება. რასაც ჯანგირაშვილი ამბობს, ჩემთვის საკმაოდ უცნაურად ჟღერს. წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაიფაროს და პირიქით რომ ყოფილიყო სიტუაცია საქართველოს სრულიად უთანასწორო ომში რომ ებრძოლა და ვინმე უკრაინელ მესამე ხარისხოვან ჟურნალისტს, ვთქვათ, ტარას პილიპჩუკს მოეწოდა, მიდით ქართველებო იბრძოლეთ ჩვენ მაგივრადაც. ალბათ ამ ჰიპოთეტურ შემთხვევაში აქედან საქართველოსდან საკმაოდ მწარე პასუხებს მიიღებდა. პირადად მე ვეტყოდი, ჩამოდი პილიპჩუკ აქ და გვერდით დამიდექი. შენც იბრძოლე, შენი სახელმწიფოსთვის, მე კი ჩემი სახელმწიფოსთვის ვიბრძოლებ და ერთად გავიმარჯვებთ. და თუ არ გავიმარჯვებთ, ერთად შევეწირებით საღვთო საქმეს, სამშობლოს დაცვას. და ასე უპასუხებდი ტარას პილიპჩუკს. ძალიან მოსახერხებელი და უმტკივნეულოა, როდესაც სხვისი ხელით გინდა ნარის გლეჯა. ბრძოლა რომ გინდოდეს, ვინ შეგიშლიდა ხელს? აი, ჩვენი საამაყო ალიკა ელისაშვილი ყველას გვახსოვს, ომი როგორც დაიწყო, ქუდი მიწაზე დაანარცხა და გაიქცა უკრაინაში და გაიმარჯვა. და ნამდვილად გაიმარჯვა. აბა რომ არ გაემარჯვა, უკან ხომ არ დაბრუნდებოდა. ხომ არ მიატოვებდა ბრძოლის ველს. მე ის ხშირად იხსენებდა სხვადასხვა სტუდიაში თავის სამხედრო წარსულს, ნატრობდა ნეტავ ახლა ჩემ წინ რუსული ტანკი იდგეს და მე ხელში ხელყუმბარა მეჭიროსო. დიახ, მიახლოებით ასე ლაპარაკობდა გულადი და ტანადი ალიკო. ამას რომ ვისმენდი, სულ ვფიქრობდი, აი ყოჩაღი ჯარისკაცი ალიკო ალბათ რუსული ტანკის ძიებაში პირდაპირ სტუდიიდან გაემგზავრება მეთქი ბრძოლის ველზე, მაგრამ ასე არ მოხდა. უკან დაბრუნება არც უცდია. და იმას ვამბობდი, ვინ ვის უშლის ხელს, რომ სამხედრო სიმამაცე გამოიჩინოს და წავიდეს საბრალო უკრაინაში და დაეხმაროს მას. მეგონა რომ უკრაინაში ფრენა ჭირს მეთქი, მაგრამ როდესაც ჩვენი ნაცების ფოტო დავინახე, კიევში გადაღებული უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რომ ჩაბრძანდნენ იქ, მივხვდი, მთავარია სურვილი გქონდეს და ყველგან ჩახვალ. სხვათა შორის ნაცების ჯგუფი რომ ვიხილე, კი ვიფიქრე, ალბათ ჩავიდნენ და ახლა აიღებენ აირწინახს, შაშხანას, ხელყუმბარას, ხიშს და პირველსავე ბრძოლაში რაიმე გმირობას ჩაიდენენ და ასახელებენ თავიანთ უცოდველ ლიდერს, რომელიც ვივამედის კაზემატებში იტანჯება როგორც აბატი ფარია. მაგრამ არათურმე ისინი იქ სასელფაო და საქეიფოდ იყვნენ ჩასულები. დიახ, ჩავიდნენ, გაამხნევეს უკრაინელები, უთხრეს რომ თქვენ გვერდით ვართ და მერე სწრაფად უკან გამოიქცნენ. დიახ, დაბრუნდნენ მშვიდობიან საქართველოში, რათა აქედან ებრძოლონ სისხლიან პუტინს. საინტერესოა უკრაინელებმა, ვინც იქ უკრაინაში იბრძვის,
იცი ან ჩვენთვისაც იბრძვია? რატომღაც მე ეჭვება რომ ისინი შეტევაზე საქართველოს ფიქრით მიდიოდნენ. მოკლედ ნინო ჯანგირაშვილი მშვიდად იცის რომ უკრაინა საქართველოს მაგივრად იბრძვის. ნინო ჯანგირაშვილი ქალია და მე ძველი ტრადიციების ადამიანი ვარ, ამიტომ თავს არ მიუცემ უფლებას რამე სიუხე შევთქვა მის მიმართ. ერთს კი ურჩევდი, ცოტა მეტი ტაქტია საჭირო, სანამ რამე საჯაროდ დაწერ და იტყვი. ანდა კიდევ ერთი ვარიანტია, რომ მას მართლა სჯერა, რომ უკრაინა ჩვენ მაგივრადაც იბრძვის და ალბათ იმისიც სჯერა, რომ იმარჯვებს ჩვენ მაგივრად. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.